რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 50-მე დღეს ამ პროტესტში ერთ-ერთ მთავარ მოწინავე ხაზზე ისევ სტუდენტები დგანან. თეატრალური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ კიდევ უფრო და უფრო იზრდება იმ უნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები იფიცებიან. ახალგაზრდები უარს ამბობენ აუდიტორიებში დაბრუნებასა და სასწავლო პროცესში ლექციებზე ჩვეულებრივად დასწრებისგან ისინი თავს შეიკავებენ, ამბობენ, იქამდე ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. მათ დაკავებული აქვთ 6 უნივერსიტეტის სივრცე ფოიე პირველი სართული. მე შეგახსენებთ მათ მთავარ მოთხოვნებს: თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ მშვიდობიან მანიფესტანტებს და ასევე ჩატარდეს ახალი არჩევნები, რადგან ახალგაზრდების აზრით არჩევნების შედეგებად გამოცხადებული რიცხვები სინამდვილეში არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნამდვილ არჩევანს. მე გეტყვით, რომ 6-მდე გაიზარდა იმ უნივერსიტეტების რიცხვი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, სადაც სტუდენტები არიან გაფიცულები და მათ დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის პირველი სართული. უკვე თვეზე მეტია, რაც პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ თეატრალურ უნივერსიტეტში. დღეს დაიწყება მეხუთე ღამის ათვლა, მას შემდეგ რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კამპუსში ამ უნივერსიტეტში ღამეს ათევენ სტუდენტები, ასევე მათი რიცხვი, როგორც გითხარით, გაიზარდა, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მიმართეს სტუდენტებმა გაფიცვის პროტესტის ამ ფორმას, ასევე მათ დაემატა უკვე სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საიდანაც ჩვენ ახლა ჩართვით გიერთდებით, ასევე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხდება ნიუსი, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც არიან ნაცემები, დღეს არიან უკანონო პატიმრობაში, ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ამას კურირებს, ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილი აწინაურებს მას და ეს ერთგვარი დაცინვა ამ ადამიანის დაწინაურება, მისი ერთი ნაბიჯით, ერთი ასე ვთქვათ, კიბით მაღლა ასვლა, სხვა არაფერი არ არის ეს დაცინვის გარდა, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის უკან დამახეველი ნიუსი, პირიქით ეს ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს ჩვენს სიმყარეს. დღემდე ჩვენ უკვე 20 საათიანი პროტესტი გვაქვს ჩვენს უნივერსიტეტში გამართული. იყო მოსალოდნელი, რომ დააწინაურებდნენ რა, იმიტომ რომ ხო მაგით პირდაპირ მოვალეობა, რომ ჩვენზე რაღაც ზეგავლენა მოახდინოთ, ჩააწყნარო სიტუაცია, ისევ თავიანთ სასიკეთოდ და ვინც ამას შეძლებს, იმას დააწინაურებენ, ხო და სასაცილო არის კი, ირონიული არის ეგ, რომ ხალხს ზალადობით ვიღაცები ცხოვრებას იწყობენ, რა უსამართლობაა და სუდი არის, რომ ეგეთ სიბოროტეები ხდება, მაგრამ მგონია, რომ დასასრული ექნება მაგ ყველაფერს ახლო მომავალში თუ არა, მაინც. უკანონოდ დაპატიმრებული სტუდენტები, ვისაც 6 წელი მიუსაჯეს, რაც არის სრული სიგიჟე, იმიტომ რომ მაგათ ადგილას შეიძლებოდა რომ ყოფილიყავი მეც და ჩემი ბავშვებიც, რომლებიც ყველა უნივერსიტეტში დღეს ვათენებთ და ვიკავებთ სივრცეს. უნდა გავიაზროთ ეგ, რომ თუ იმ სტუდენტებს არ აქვთ იმის უფლება, რომ დაესწრონ გამოცდებს, დაესწრონ ლექციებს, ჩვენც ეგ სტუდენტები ვართ დღეს და ჩვენც არ გვაქვს მაგის უფლება. ვუერთდებით იმ მთავარ მოთხოვნებს, რაც ჟღერს, ეს არის ხელახალი არჩევნები და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ამ მოთხოვნებისთვის ბრძოლას უკვე ვიწყებთ ჩვენი უნივერსიტეტის კედლებიდან დავრჩებით იქამდე, სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვუშლით სწავლის პროცესს ხელს, ეს არის უბრალოდ ერთობის გამოხატვის მიზანი, რათა უნივერსიტეტებში გამოჩნდეს, რომ სტუდენტები არ ვართ ამ სახელმწიფოს მომხრე, ამ არალეგიტიმური სახელმწიფოს მომხრე და ვცდილობთ, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია, რაც შეიძლება ახლოს ჩვენივე კერიდან, ჩვენივე უნივერსიტეტიდან. მუხტი, რომელიც ახლა უნივერსიტეტში არსებობს და რომელიც ამ სტუდენტებს აქვთ და რომელიც მთელი ღამე ჰქონდათ, ამდენად ისინი ღამით დარჩენ აქ, აძლიერებს ამ მოთხოვნებს და იქამდე გაგრძელდება, სანამ ეს ორი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. დაგუჩინიან, ასე აფასებენ გაფიცული სტუდენტები რეჟიმის პრეზიდენტის მიერ გომელაურის დაწინაურებას. რაც შეეხება მათ პროტესტსა და წინააღმდეგობას, ისინი ამბობენ, რომ იქნებიან გაფიცულები იქამდე, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები ზედმიწევნით არ დაკმაყოფილდება.